ჩახვედი საფრანგეთში, გააჩინე ბავშვი. მქონდა 2 თვენახევრიანი დეკრეტული. გაირო ამბობს 2 წელი ლაქტაცია არის კარგი ბავშვისთვის. თვითონ გავარდე სამსახურში, იქ უნდა გამოიწველო. გეუბნებიან რომ მოდი ფოტოებს უყურე ბავშვის და ზე წამოგვი. ფსიქიკის ჩამოყალიბება ხო ძირითადად 7 წლამდე ხდება. ის 7 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგ დროს ჭირდება დედის სიახლოვე. საფრანგეთში სწავლა იწყებ ბევრად ადრე. 3 წლიდან? კი. სკოლა? კი. ამის გამო უკეთესი აკადემიური შედეგები არ მოდის. ბავშვი რაღაც აქტივობას უნდა აკეთებდეს, იმიტომ რომ ეს აქტივობა სიამოვნებს და არა იმიტომ რომ ის ამის გამო მიიღებს ჯილდოს. ჩემთვის მთელი სტრესი იყო. მაგისტრის მომზადება ჩემი შვილი. ატრენინგებენ ბავშვებს, როგორ დაიძინოს თვითონ. მე მეუბნებნა რომ შორეულ ოთახს ვარჩევდით, სადაც ბავშვი დაიძინებდა რომ ტირილი არ გაგვეკო. ბავშვი რო ტირის რო ხელში უნდა აიყვანო და ჩაიხუტო და დაამშვიდო, ხო? ეს არის რაღაც ბიოლოგიური. ჩვენს კულტურაში და ჩვენს ქვეყანაში დედობა არის რაღაც წმინდა საკრალური მოვლენა. ინდივიდის ინტერესი ის რომ გამოძინებული უნდა იყოს მეორე დღეს და სამსახურში წავიდეს, ანუ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხანდახან ვიდრე ბავშვის ინტერესი. რა არის ქართულ კულტურაში ის რაც არ მოგწონს. ბევრად უფრო ფრთხილად არიან მშობლები, ვიდრე ჩვენ აქ მხდება ხომ. ქარცითი მაგალითად აუცილებელია. ძალიან პატარა ინვესტიცია არის, თუნდაც მენტალურად მშვიდად რო ვიყოთ ამისთვის. ბავშვთან ერთად ცხოვრება არის ახალი სეზონი ჩვენ ცხოვრებაში. ყოველი 6 თვე და წელი იქნება განსხვავებული. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღევანდელი ეპიზოდის წამდგენი გახლავთ wishlist-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უნდა ვისაუბროთ მშობლებისთვის საინტერესო თემაზე, ბავშვის აღზრდის თემაზე. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ wishlist-ი არის საქართველოში ყველაზე დიდი იმპორტიორი ბავშვის პროდუქტების, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფილიალი და ასევე აქვს ონლაინ მაღაზია, სადაც სრული ასორტიმენტი დაგხვდებათ. დღეს კი ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ქარსითებზე, ნივთზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის უსაფრთხოებისთვის, რაც მაგრდება მანქანაში, უკანა სკამზე და უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილებას. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს, დღეს ჩემი სტუმარია ხატია ჩხენგელი. ხატია გახლავთ ბლოგერი, მშობლები, დედები ალბათ იცნობთ მას, იმიტომ რომ მე მომწერეს, რომ ძალიან გინდოდათ ხატიას ნახვა ჩემს პოდკასტში და მისი მოსმენა. ამიტომ მოვიწვიე დღეს ის და დიდი მადლობა. მადლობა შენ სტუმრობისთვის და დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ კულტურულ განსხვავებებზე, რაც ხატიამ საკუთარ თავზე გამოსცადა, თვითონ ნახა, გამოიარა და გამოიტანა ერთგვარი დასკვნები. საუბარია საფრანგეთში ცხოვრებაზე, ანუ ხატია ცხოვრობდა საფრანგეთში, ბავშვი პირველიც და მეორეც იქ გააჩინა, ორივე იქ გააჩინა, იქ აწარმოებდა თავის ბლოგს და იქ აკვირდებოდა აღზრდის მეთოდებს, ფრანგული მეთოდებია აქ თავარი, ჩვენი განსახილველი თემა, ევროპული ალბათ უფრო განაზოგადოთ, ხო, და დასავლური და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება, რა აქვს ქართულ კულტურას ის, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის აღზრდაში და რა აქვს ევროპულს, კონკრეტულად ფრანგულს, რაც ასეთი მნიშვნელოვანია და რა არის ის, რაც ხატიას არ მოეწონა და ჩემი აზრითაც ჩვენი ასე ვთქვათ შეხედულებები აქ ემთხვევა, იმიტომ რომ არის ბევრი რამ ევროპულ მეთოდებში, რაც მიუღებელია. და ჩვენ მოკლედ აი ამ კულტურულ განმასხვავებლებზე ვისაუბრებთ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეპიზოდი. ელოდებათ მშობლებს წინ, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებს, ან მათ, ვინც ახლა გეგმავს ბავშვის გაჩენას. ხატია, მოდი დავიწყოთ სწორედ პირდაპირ ამ თემით. აი რა იყო ის, რაც შენთვის იყო შოკის მომგვრალი, როდესაც ჩახვედი საფრანგეთში, გააჩინე ბავშვი და შეეჩეხე აი იმ რეალობას, რაშიც ცხოვრობენ იქაური მშობლები. პირველ რიგში ის უნდა აღნიშნო, რომ უკვე სადღაც 7 წელი იყო, რაც ცხოვრობდი საფრანგეთში. და ის რო ვთქვა, რომ რაღაც დიდი კულტურული შოკები არ მქონია, არც ჩემი მეუღლის ვთქვათ რაღაც კულტურაში, რაღაც ისეთი განსაკუთრებული, რასაც აი შოკში ვიყავი და ვერ ვიღებდი ვთქვათ. საკმაოდ ახლოს ვიყავით, თვითონ პარიზელი არ არის, უფრო სამხრეთიდან არის და შეიძლება მაგის გამოც რაღაც საერთო გვაქვს. კულტურულ ამბებში. მაგრამ აი პირველი კულტურული შოკები, როგორც ჩვენ თქვი, მართლა მაშინ წამოვიდა, როცა გავხდი დედა. და მართლა როცა გავხდი დედა და არა როცა ვიყავი ორსული. იმიტომ რომ ორსული როცა ვიყავი, ფიქრობდი, რომ აი ყველა ასე შვება და რატომაც არ უნდა ვქნა მე, რატომ უნდა იყოს ეს განსაკუთრებულად, რატომ უკვირთ ჩემს ქართულ მეგობრებს რაღაცებს რო ვუყვები ფრანგულ მეთოდებზე და აი რო გავხდი დედა და მართლა რო ბავშვი ხელში რო დავიჭირე, მან მივხვდი, რომ ანუ
რაღაცები არის, რასაც ვერ მივიღებ და გამიჭირდება. პირველი შოკი, ასე ვთქვათ, ის იყო, რომ უნდა დაბრუნებულიყავი სამსახურში 2 თვინახევრის შემდეგ. ან მქონდა 2 თვინახევრიანი დეკრეტული. და აი ზუსტად ორსულობის ჩვეუბნებოდი ჩემაკაროს რომ აი რა მოხდა ყველა შეყავს ამ ბაგაბაღში და მე რო შევიყვანო რა მოხდა ანუ მაშინ ეს იგი ყველა გიჟია და ან მე რა გამოდით ხო? კი, ყველა გიჟია. და რეალურად არის ყველა კი არ არის გიჟი უბრალოდ იმდან კულტურულად მიღებული არის ეს და წახალისებული ასევე ალბათ საჯარო პოლიტიკიდანაც გამომდინარე რომ ახალისებენ ხალებს რომ რაც შეიძლება მალე გახდნენ პროდუქტიულები და ეს ხდება იმით რომ დაფინანსებული არის რაღაცა ძიძის აყვანა ანუ იმის ნაცვლად რომ თქვა დედებს დავეხმაროთ რომ ის დრო დარჩნენ პირველი თვეები და წლები იყვნენ ბავშვებთან ახლოს წახალისებულია რომ მათ ეს აუთსორსინგი და დაიქირავონ სხვა მუშახელი, დამხმარე, სხვა ადამიანები, სხვა რესურსები. იმისთვის რომ დედამ დატოვოს შვილი 2 თვის ბავშვი და წავიდეს იყოს შრომელი ქალი. კი, რა თქმა უნდა, ეს უფრო ბიუჯეტში მეც წახალში მოიტანს ალბათ მე ანუ ეკონომიკური მოდელი არის თავიდან ბოლომდე, ხო? მაგრამ ყველანაირად უგულებელყოფილი არის ბავშვის და ასევე დედის კეთილდღეობა. თან რომ გეუბნებიან რომ მოდი კარგია რომ ეს რა ქვია მინიმუმ 1 წელი ან 2 წელი გაირო ამბობს 2 წელი ლაქტაცია არის კარგი ბავშვისთვის. 2 წელი როგორ უნდა იყოს რაც 2 თვის როდესაც ლაქტაცია არც არის დარეგულირებული ქალის სხეულში მაშინ უნდა გავარდე სამსახურში იქ უნდა გამოიწველო გეუბნებიან რომ მოდი ფოტოებს უყურე ბავშვის და ზე წამოგი რაღაც აი იმის ასულზე ბავშვს აჭამო და აი მაგაში ხელი შეგიწყონ გეუბნებიან რომ მოდი მე ოთახს გაგიკეთებ რომ ეს მოახერხო და მოკლედ აი რაღაც აი ეს იყო პირველი შოკი რომ რაღაც განადგარებით ხوارი რომელიც კონტეინერებია და მე ინახავი კი ანუ ეს ძალიან კარგი არის ეს არის გამოწველის აპარატები და ეს ანუ არაჩვეულებრივი გამოგონება არის მაგრამ ეს არ უნდა ნაცვლებდეს იმ ფიზიკურ კონტაქტს ვთქვათ რომელიც ბავშვთან გაქვს მაგ პროცესში და პირველ თვეებში რა თქმა უნდა ვინც ირჩევს ლაქტაციის გზას ანუ არ ვამბობ რომ ეს აუცილებლობაა მაგრამ ვინც ვირჩევთ ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ იმით რომ მე ოთახს გამოგიღებ არამედ იმით რომ მე მოგცემ უფრო დიდხნიან დეკრეტულ შვებულებას კი რა თქმა უნდა და ეს პირველი შოკი იყო ეს რომ მე მივხვდი რომ 2 თვინახევრის ბავშვს ბაგაბაღში ვერ შევიყვანდი და ვერ დავტოვებდი მთელი დღის განმავლობაში და მან ცოტა მქონდა ეს შეხლა შემოხლა ჩემს იქაურ მეგობრებთან რას ქვია შენ ხომ ესეთი რაღაცა მომუშავე გოგო და შემდგარი და გოგო ანუ შენ თუ სახში დაჯექი სხვებს რა მაგალის აძლევ და ანუ მქონდა მართლა სერიოზული ესეთი დისკუსიები ცოტა სტრესული ჩემთვის წნეხიც იყო რომ რატომ არ ბრუნდები რას ქვია ანუ სახში უნდა ჩაჯდე და მან მივხვდი რომ ანუ რაღაც განსხვავებული მაგხრივი იყო მაგრამ ეს საქართველოშიც არის რა ან მარტო ფრანგული თემა არ არის კიდევ სხვა იყო აი ძილის თემა ძილის თემა არის აი ობსესიურად შეპყრობილი არის დასავლეთ ევროპა ზოგადად და დასავლეთი ზოგადად ამერიკაში წესია მე მგონი კანადაში და ამ შემდეგ ან ბავშვს ნაიძინოს რაც შეიძლება მალე რაც შეიძლება ადრეულ ასაკში გადაბრუნოთ და აი ფრაზაც კი არის ფრანგულ ენაში რომ ბავშვს ძინავს კი არ ნიშნავს რომ ბავშვს ზოგადად ძინავს რა თქმა უნდა ყველა ბავშვს ძინავს მაგრამ ნიშნავს რომ მთელი ღამით ძინავს და პირველი ასეც გაკითხებიან გამარჯვებას მერე როცა ახალი ბედამშობელი ხარ, გეუბნებიან ბავშვს ძინავს თუ არა. და ანუ იმისათვის რომ წავახალისოთ ეს ბავშვს რომ ეძინოს, არის ნაკლებად და მეტად ძალადობრივი მეთოდები და პირდაპირ ვამბობ ამ სიტყვას არ მერიდება არნაირად. მაგალითად მე მეუბნებოდნენ რომ როცა მყავდა გვერდით საწოლში ან ჩემი საწოლის გვერდით დავდგი მისი საწოლი და მოდებული იყო ერთმანეთს და ეს ანუ ასე უფრო მარტივიც არის რომ გაიღვიძებ გვერდით არის ბავშვი ან ბავშვი რომ გაიღვიძებს ასე. და მე მეუბნებოდნენ რომ ხატია ანუ იცი რა ეს უფრო ცოტა ძველი თაობა ფრანგული ანუ ეხონდელი ნაკლებად დაკეთებს ამას მაგრამ ჩვენს დროს ყველაზე შორეულ ოთახს ვარჩევდით, სადაც ბავშვი დაიძინებდა, რომ ტირილი არ გაგვეკო. და ანუ ამაზე იცინიან და მეც კაი, გავიცინებთ ჩვენც, მაგრამ ანუ რამდენად საშინელებაა, ხო, ვაღიარებთ. და ეს რაღაცები, რაზეც ბავშვი ხდება ანუ ხელშემშლელი არის ჩემი განვითარების, ჩემი ცხოვრების, ჩემი ბედნიერების, ჩემი ძილის და მაქსიმალურად შევეცდები რომ ისე ვქნა რომ ეს ამ ბავშვმა ისწავლოს თვითჩაძინება, ისწავლოს გადაბმულად ძილი, თუ იტირებს არ შევაკითხავ, იმიტომ რომ არ მიეჩვეს რომ ყოველ ტირილზე მე უნდა მივაქცე ყურადღება და სადღაც აი ბავშვი
ანუ კეთილდღეობა ბავშვის კეთილდღეობა ცოტა უკან გადადის. ცოტა არა, მე მგონი ძალიან მე მსმენია ესეთი ფრაზა sleep training. ანუ ატრენინგებენ ბავშვებს, როგორ დაიძინოს თუ ჩაიძინოს თვითონ, ღამე თუ გაიღვიძებს და ტირის როგორ უნდა დაიწყნაროს თვითონ თავი. ანუ საუბარია რაღაცა თვეების ბავშვებს, ეს შეუძლებელია. ანუ ეს დაიწყო ეს sleep training-ი გამოიგონა ორმა კაცმა, რომელთაც არანაირი კავშირი არ ქონიათ. კაცი გამოიგონებდა მაგას რა თქმა უნდა. აი, რამოდენიმე კაცების გამოგონებულია და რომელთაც არანაირად ანუ არც აქვთ რა ეს რაღაც შეგრძნება, როგორ უნდა უპასუხო ბავშვს, როგორ უნდა იყო მის გვერდით და ასე შემდეგ ბოდიში და იმიტომ ხო ალბათ იმიტომ გამოიგონეს რომ რაც შეიძლება მალე სწავლებინათ ბავშვებისთვის ამ მშობელი ყოფილიყო უფრო პროდუქტიული ალბათ საბოლოო ჯამში ეს არის ხო და ანუ აღიქმება sleep training-ის მიხედვით რომ ძილი არის უნარი რომელიც შეგიძლია ასწავლო რამოდენიმე თვის ბავშვს sleep training-ის აი მართლა სპექტრი არსებობს არის ძალიან ძალადობრივი აი რაც პირველად თქვი რომ ყველაზე შორეულ ოთახში ამოკეტავ და კივის და რაღაც მომენტში გაჩერდება და ისწავლის რომ მე რომ ვიტირი არავინ არ მოდის და მოდი აღარ ვიტირებ მაგრამ ვიცით კვლევებით რომ ანუ მიხვდებით რომ ბავშვი არ ტირის მაგ დროს მომდევნო ღამეების განმავლობაში აღარ ტირის წვეთს ტირილს კორტიზოლის დონე ანუ სტრესის ჰორმონების დონე აქვს მაინც მაღალი ანუ სულ სტრესში არის იმიტომ რომ მიხვდებით რომ არ გამოხატავს ამას ვერბალურად და არ ტირის არ ნიშნავს რომ სტრესი აღარ აქვს. ხო, იმიტომ რომ თავარი მოთხოვნილება რაც არის ადამიანის ეს უსაფრთხოება, საბაზისო, ნულსაფეხურზე არის, ეს თუ არ არის დაკმაყოფილებული, ვერაფერს ვეღარ მიაღწევს ადამიანი, იმიტომ რომ მას ექნება სულ პრობლემები. აი ეს უსაფრთხოება, ეს რომ მე ვენდობი იმ გარემოს, სადაც ვარ. აი ბავშვს ეს თუ არ ექნება განვითარებული, შემდეგ მას ძალიან ბევრი პრობლემები შეექმნა. ზუსტად. და თან როგორ რაღაც არის იცი რომ რას ვეუბნებით ბავშვს რომ შენ რომ ტირი მე ეს არ მაინტერესებს. მე არ ვიცი შე რატომ ტირი. შეიძლება ჩახუტება გინდა, შეიძლება ქშია, შეიძლება სამფენი გაქვს გამოსაცვლელი. ღამე, ანუ რატომ ვპასუხობ დღის განმავლობაში ბავშვს როცა ტირის, რატომ ფიქრობ რომ იქნება სამფენი აქვს გამოსაცვლელი და მამის გამო ტირის და ღამე რატომ წყვეტ მაშინ მშობლობას. ანუ ღამე რო ტირის ის სხვა ბავშვია, ანუ ის ხო ისევ იგივე ბავშვია. იგივე მოთხოვნილება. და ანუ აი ეს ღამის თემა, ანუ ძილის თემა იმდენად ობსესურად არის რომ ყველა ნერვიულობს მშობლობამდეც რომ მე როგორ გადავიტან ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა რთული არ ვამბობ რომ რთული არ არის ბავშვი რომ 7-ჯერ 8-ჯერ იღვიძებს ხანდახან. მაგრამ რაღაცები რასაც აი თუნდაც საქართველოში უფრო მეტად სიახლოვით არის ბავშვი უფრო იმავე ოთახში დიდი ხანი რჩება და ამ შემდეგ ეს სიახლოვე ამარტივებს რომ იქვე ხარ შენ კი არ დგები და მიდიხარ მე კულუარის ბოლოს და იქ გახვიძებულ მდგომარეობაში შენ თუნდა დააძინო განერვიულებული და გაღიზიანებული ხარ გვერდით რო გიწევს უფრო მარტივად ამშვიდება და ჩაძინება ხო რაღაცები რასაც ვირთულებთ მოკლედ რაღაცები რაც არის გამოგონილი ბოლო 10 წლებში არა უფრო ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ რომ ბავშვი ცალკე უნდა იყოს ხო ბავშვი რომ უნდა იყოს ცალკე ოთახში მაგალითად ეს ხო არის რომ მე უკეთესად უნდა მეძინოს მაგრამ საბოლოოდ რასაც ვაკვირდები არ გუძინავს უკეთესად იმიტომ რომ ჯერ ერთი ანუ კამერა უნდა კონდეს ჩართული მაგ შემთხვევაში რომ იცოდე რა ვიცი რა ხდება იმ ოთახში ბავშვი იქნება ავად გახდა ღამის 2 საათზე როგორ იცი რომ არ არის ავად ხო ანუ საბოლოოდ ჯამში მაინც ხარ იმის ნაცვლად გვერდით იყოს და გრძნობდა მის სიახლოვეს და თუ ცუდად წამოახველებს და ცუდად გახდება იქვე უპასუხო მთელი ხამე მაინც აი რა ვიცი კონტროლის ხარ მიხვდები არ მგონია რომ უკეთესად გძინავს იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ფრაზა რა გულმა უნდა გაგიწლოს აი რა გულმა უნდა გაუძლოს დედას რომლის შვილიც ტირის ისტერიკაშია და ეს აქედან ზის მეორე ოთახში და ელოდება ვისი გული გაუძლებს ამას ანუ კი არ უძლებს მაგრამ როცა გეუბნება პედიატრი რო გეუბნება რომ შენ ასე უნდა ქნა მე მითხრა ყველა პედიატრმა მითხრა რომ და ვატყუებდი პედიატრებს მე უნდა ძინავს და კი არაჩვეულებრივ ცალკე ძინავს ოთახში კი რა თქმა უნდა თვით ჩაძინება ასწავლეთ და ვავნამდე კი რა თქმა უნდა და ეს რამდენი თვის ბავშვზე იყო 6 თვის ბავშვზე 8 თვის ბავშვზე მე რო თქვი ჩემს კოლეგებთან რომ ჩემს ბავშვს აი მთელი ღამით ეძინა მეთქი 9 თვიდან თქო შემომხედეს რომ შესაწყალო და ჩემთვის იყო 9 თვე ანუ ნორმა იყო ჩემთვის რომ მანამდე 2-ჯერ 3-ჯერ გაიხვიძებ და მართლა ვაჭმევდი 2 წამში ეძინებოდა ეხა რა თქმა უნდა ვიცი რომ ზოგი ბავშვი ბევრად რთული ჩასაძინებელია და მაგას არ ვამბობ მაგრამ არ მგონია რომ ამის გამოსავალი არის
ბავშვის დატრენინგება ძველმოდური ძალადობრივი მეთოდებით. არის რაღაც Twitch-ის რაღაც პროგრამები უფრო მეტად რბილი მეთოდებით არის, რომ მაგალითად იმის ნაცვლად რომ ოთახიდან გახვიდა და კარი გამოიკეტონ და იჯდა იქ და უყურო და რაღაც სხვა მეთოდები არის. და მართლა ვინც როგორ თulis კარგად, ისე უნდა გააკეთოს, არ ვამბობ განსხვავებულს, მაგრამ ჩემთვის მაინც რაღაც ან ძილის თემა არის ჩემთვის ბუნებრივი განვითარების ეტაპი არის ბავშვის შემთხვევაში, როგორც არის ეს საფენისა თემა და ამ შემდეგ, რომ ბავშვი ჭირდება რაღაც უნარები და ბავშვის ძილი ვიცით, რომ ძალიან განსხვავებულია დასრული ადამიანების ძილისგან. მათი ციკლები სულ სხვანაირად ფუნქციონირებს და თუნდაც ჩემი აზრით ძილი არის თვითგადარჩენის ასე ვთქვათ ფორმა, რომ ბავშვი თუ იხვიძებს 3 საათზე და 4 საათზე და ამოწმებს, რომ უსაფრთხო გარემოში არის, ამით რა ვიცი, ევოლუციური არის, რომ გადავრჩეთ. ანუ და როდესაც ეს ასე არ არის და რაღაც არ მოსწონს ის ტირის და სწორედ ეს არის მისი საკომუნიკაციო საურთიერთობო ენა მშობელთან, ამ როგორ უნდა გააგებინოს სხვანაირად. სხვანაირად ვერ გააგებინოს. და ამას რო აიგნორებს მშობელი და ეს ფსიქოლოგიურად, ძალიან დამაზიანებელი. კი, და ეგ არის პრობლემა, რომ იმხელა ინდუსტრია არის ეს sleep training-ის ინდუსტრია არ არის უფასო რაღაცა ტრადიცია რაღაც. ეს არის ინდუსტრია, სადაც არიან კოუჩები, sleep coach-ები არსებობენ, რომლებიც უამრავ ფულს აკეთებენ ამ პროგრამებით, ვებინარებით და ასე შემდეგ. საქართველოშიც არის დაწყებული სამწუხაროდ და ან შემოსავლის წყარო არის ძალიან ბევრი თერაპევტისთვის და ძალიან ბევრი კოუჩისთვის. და შესაბამისად, როცა ფული ტრიალებს უკვე მაგ სფეროში, უფრო რთული არის და ეს მშობლებს გონიათ, რომ მართლა ვერ წარმოიდგენ, რამდენი მშობელს გონია, რომ თუ არ დაატრენინგა ძილით და მეც მწერდნენ ჩემი გამომწერები, უსაყვარლესები, სულ მეუბნებოდნენ, რომ ხატია შენ რომელი მეთოდი გამოიყენე და ანუ მეთქი არის რამე ჩემი ბლოგიდან გეუბნებათ იმას, რომ რამე მეთოდი გამოიყენე, არა. მაგრამ ჩემ შვილს დიდს ძინავს უკვე, მეორე ჯერ კიდევ იღვიძებს და იმიტომ რომ კვილები ამოსდის და ეს აღვიძებს, მაგრამ გვირდებით რომ არ არსებობს ბავშვი, რომელიც არ დაიძინებს რაღაც მომენტში, თუ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები ან დარღვევა არ არის, ძილის დარღვევა და ასე შემდეგ, ხო? ხო და ანუ არც ერთი დასრული არ ვიცით რომ რაღაც მომენტში ანუ მე ჩემი აზრით ჩვენი როგორც მშობლის როლი აუცილებელი არ არის ის რომ შენ შეუქმნა ჯანსაღი ძილის რუტინა ის რომ შენ ძილის წინ ეკრანები უნდა მოაშთო არ უნდა მიაკარო მასტიმულირებელ რაღაც აქტივობები უნდა გააკეთებინ უნდა გაამზადო რომ ის მელატონინი და ამ შემდეგ წარმოიქმნას ორგანიზმში და ბავშვმა კარგად დაიძინოს რა თქმა უნდა მაგრამ ხამე ის ხანდახან ის ტირილები რაღაცის მინიშნებელია და ამის უგულებელ ყოფა, რა ვიცი, ან რომელი თერაპევტი არის ნორმალური, ვინც იტყვის, რომ ბავშვი რომ ტირის, ეს არის ანუ ეს კაპრიზია. არ არის კაპრიზი, როგორ არის კაპრიზი? ეს არის მისი რაღაც საჭიროება, ხო, საჭიროება და საინტერესო ისე რომ ეხა პირველიც და მეორეც რაც შენ დაასახელე, რაც შენთვის მიუღებელი იყო. არ ვიცი მე ხა არ მაქვს ესეთი შეხება დედებთან, ჩემს მეგობრებს კი ყავთ შვილი, მაგრამ არც ერთის შემთხვევაში არათუ ეს არაფერი მომხდარა, არც კი უმუშავიათ პირველი, რა ვიცი, მინიმუმ წელიწად ნახევარი 2 წელი არ მუშაობდნენ ჩემი მეგობრები და ატარებდნენ დროს თავის შვილთან და ეს დღეს არის ძალიან პოპულარული, ეს რაღაც, ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, სწავლა, უფრო მეტის გაგება, განვითარება, წიგნების კითხვა და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ეს ფსიქოლოგიაშიც არის რამდენიმე მიმართულება და ხშირად ამ მიმართულებების რაღაც თეორიები ერთმანეთის საწინააღმდეგოა. ხო, მაგალითად, behaviorism-ს თუ ჯერა რომ ადამიანი შეიძლება გაუთანაბრო ცხოველს და დაასწავლო ყველაფერი და ის ხო სტიმულებით და ის იბადება როგორც სუფთა ფურცელი და შენ რაც გინდა შექმენი იმისგან დაახატე და დააწერე. ხო, ეს ტრენინგიც ეგ არის. რეალურად მე ეს მშობლები იბნევიან, იმიტომ რომ ვისაც არ აქვს ეს ფსიქოლოგიური განათლება და ვისაც არ წაუკითხავს ეს ყველა თეორია, ძნელია მისთვის აღმოაჩინოს, რომ ეს არასწორია, მე ამას არ ვეთანხმები. გონიათ, რომ ის ერთადერთია, რაც უნდა გაითვალისწინოს და რასაც უნდა მოусმინოს. და მე იმის თქმა მინდა რომ ქართველ დედებს, რა ვიცი, საუკუნეების განმავლობაში აი ეს დედის ინსტიტუტი და საერთოდ დედობა საქართველოში არის მარიამ ღვთისმშობელი და რაღაც უმაღლეს რანგში არის აყვანილი და მინიმუმ ის რომ ქართულ ენაში უამრავი სიტყვა გვაქვს, სადაც დედა ფუნქციონირებს და ფიგურირებს, დედა ბოძი, დედა მიწა, ანუ ეს ყველაფერი რაღაცას ხო უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენს კულტურაში და ჩვენს ქვეყანაში დედო
შვიდობა არის რაღაც წმინდა საკრალური მოვლენა და შეუძლებელია რომ ქართველმა დედამ რაღაცა არ იცოდეს. მე მაქვს საუბარი აი პატარა ბავშვის აღზრდაზე. მე არის რაღაც პრობლემები ქართულ კულტურაში რომ პირიქით დედები ვერ უშვებენ შვილებს როცა იზრდებიან ვერ ჭრიან იმ ჭიპლარს 20 წლის მერე 30 წლის მერე. ეს სხვა პრობლემებია, მაგრამ ის რომ შვილთან უნდა იყო თვეების ბავშვთან ჩვილს რო ჭირდება სიახლოვე, ამაში მე მგონი ქართველი დედები დატრენინგებულები არიან ესე ხო ზეპირად და დაუწერელი კანონებით. ანუ ქართველი დედების შემთხვევაში მგონია რაღაცებს ვაკეთებთ, ხო, ანუ უფრო ახლოს ვართ ბავშვებთან, ვიდრე ანუ ეს ბიოლოგიური სიახლოვე, ფიზიკური სიახლოვე რაღაცა უფრო მიღებული არის და უფრო მეტად არის მიღებული ჩახუტება, ეს ზედმეტი სიყვარული, ბევრისთვის ზედმეტი რომ არის და ამ შემდეგ. არ არსებობს ზედმეტი სიყვარული, არ არსებობს. არანაირად არ არსებობს. ბავშვისთვის არ არსებობს ზედმეტი სიყვარული რა. და ეს უნდა გაიაზრონ, მე მგონი დედება და მაგას ვამბობ, ქართველ დედებს ეს აქვთ ინსტინქტის დონეზე, ინსტინქტის. მას არც ჭირდება თითქოს დაფიქრება, რომ მე ხა სწორს ვაკეთებ, ზედმეტად რომ იყოს ჩემი შვილი, ჩემი 1 წლის რო ვეფერები. კი, აი აქ კითხვის ნიშანი აღარ ისმის. ხო და მე მგონი რომ პრობლემა რეალურად საქართველოში იქნება თუ საფრანგეთში ერთი არის, რომ ხშირად ქალებს ბლოგერები იქნებიან ეს თუ პედიატრები თუ ექიმები ვასწავლეთ კუას რაღაცეებში, რაც მათთვის ძალიან ბუნებრივი არის. მაგალითად, ბავშვი რო ტირის რო ხელში უნდა აიყვანო და ჩაიხუტო და დაამშვიდო, ხო? ეს არის რაღაც ბიოლოგიური. გეუბნებიან რომ ეს ინსტინქტი არ არსებობს. მე ამჯერა მაგის რო არ არსებობს, იმიტომ რომ გეუბნებით ისევ რომ როგორც კი ანუ ორსულობის დროს ვერც წარმომედგინა ეს ყველაფერი რაც მე გავაკეთე მე ჩემ შულთან როცა რამოდენიმე კვირის და თვეების იყო ის მოხდა ბუნებრივად ის დაწერილი და თეორიულად რაც რაღაცები რაც ვიცოდი ყველაფერი უმნიშვნელო გახდა როცა ბავშვი ხელში დავიჭირე და ვაჭამე თუ არ ვაჭამე არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი. შენ რომ ყავს პედიატრი, ან რა ვიცი, ახლობლები, თუნდაც მშობლები წინათაობა ამ შემდეგ, გეუბნებიან რომ შენ არა 3 საათში ერთხელ უნდა აჭამო, ხელი არ მოკიდო, მანამდე არ აიყვანო, იქ უნდა იწვეს, ნუ მიაჩვევ ხელებს, ნუ პასუხობ მას ტირილს და ამ შემდეგ მე რაღაც ტვინი გებნება რა და გონია რომ შენ აფუჭებ ბავშვს. ჩვილებზე ვლაპარაკობ, ჩვილი არ გაფუჭდება არანაირად ამის გამო. იმ ზედმეტი სიყვარულით არ გაფუჭდება არანაირად. და ჩვენ შემთხვევაში მგონია რომ საქართველოში შემორჩენილი არის რა, უფრო რომ აი ბავშვს ესე არ ატირებს არავინ რა და საფრანგეთში იქიდან გამომდინარე უფრო მეტად ინდივიდუალისტური ნაკლებად კოლექტიური საზოგადოება არის, ინდივიდის ინტერესის რომ გამოძინებული უნდა იყოს მეორე დღესაც სამსახურში წავიდეს, ანუ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხანდახან ვიდრე ბავშვის ინტერესი რომ მან რა ვიცი ღამე თავი დაცულად იგრძნოს. და შესაბამისად პრიორიტეტები ლაგდება უფრო ზრდასრული ხო ზრდასრული ინტერესებიდან გამომდინარე. და ამ დროს საქართველოშიც იწყება ნელ-ნელა ამ ყველაფერზე აყოლა რომ ბავშვი რომელიც არის 2 წლის უნდა დატოვონ ძიძასთან ან გავშვან ბაღში რაც აი ჩემთვის წარმოუდგენელია 1 წლის ბავშვი ბაღში თუ რა თქმა უნდა არ გაქვს რაღაცა ისეთი ფინანსური მდგომარეობა რომ შენ აუცილებლად უნდა იმუშაო ამაზე არ ვსაუბრობ რა თქმა უნდა მაგრამ როდესაც არ გიჭირს არ გაქვს პრობლემა როგორ შეიძლება ბავშვი გაუშვა ბაღში დედის გარეშე იყოს 1 წლის ბავშვი როდესაც 1 წლის ბავშვს სულ დედა უნდა ყავდეს რა გარშემო ხელით უნდა შეეხოს ფიზიკურად და ქართველ დედებს არ ვიცი ვისაც ეს ემართება არ აქვთ ის გათვალისწინებული რომ ადამიანის ზოგადად ფსიქიკის ჩამოყალიბება ხო ძირითადად 7 წლამდე ხდება ის 7 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგ დროს ჭირდება დედის სიახლოვე ეს არის გარდაუვალი გადამწყვეტი ფსიქოლოგიურად ესეა ადამიანის განვითარება რომ ბავშვობის ასაკში უნდა იყოს მშობელთან ახლოს მშობელი ამისთვის ავტორიტეტი და უკვე მოზარდობის ასაკში აღარ აინტერესებს ეს და პირიქით უჯანყდება კიდევაც მშობელს და მის წინააღმდეგ მიდის იმიტომ რომ თავარია მისთვის თავისი თანატორი, მისი სოციუმი, სოციალიზაცია და მშობლები პირიქით აკეთებენ. ანუ როცა შენი გვერდში ყოფნა იყო საჭირო, მაშინ მის გვერდით არიყავი და ახლა როდესაც პირიქით არ უნდა შეხუთო და სული არ უნდა შეუგუდო, მაგ დროს არ შევდები. ალბათ უფრო მარტივ. მე მგონია რომ როგორ არის იცი, აი ჩვენთან კიდე არის ეს რა, მაგალითად რაღაც ბაღის ამბავზე საქართველოში ბევრი ბაღი 2 წლამდე ბავშვს არ იღებს.
ანუ რაღაც ბაგაბაღები არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც საქართველოში მიღებული აი ჩემ იმასთან, ჩემ მეუღლის ოჯახთან კი სულ მეკითხავენ, როდის წავა ბაღში პატარა წლინახევრის არის. და ნუ ეხლა კი არ მეკითხავენ, რომ 1.5 წელია მინიმუმ მეკითხავენ, რომ დროა უკვე რომ ბაღში წავიდეს და ვეუბნები რომ მეთქი არც კი ჩემ თავს კი არ ვიმართლებ, ანუ მეთქი არც არის რომ წმინდოდეს, ანუ არ არის საქართველოში ეს სადაც ვიკითხე, ვიცი რომ არ არის. 2 წლამდე არ ხდება, ხო? და როგორ რაღაცა იცი, მაგალითად საფრანგეთში 2 თვინახევრიდან შეგიძლია რომ ბაგაბაღში შეიყვანო და მახსოვს რომ პირველ შულზე მაგალითად მე მეკითხებოდნენ რომ ჩემი უახლოესი მეგობარი მეუბნებოდა ფრანგი რომ აი ჩემიო შევიყვანეო ეხლა სადღაც აი ეგრე 3 თვიდან და მაგრამ მიხარია იმიტომ რომ სოციალიზაციისთვის მისთვის კარგია 3 თვის ბავშვ სოციალიზაცია არ ჭირდება და საქართველოში ის არის რომ კარგი გავიდა თქვათ დედა მუშაობს ფინანსურად ისეთ პერიოდში ვართ ინფლაცია რა ვიცი და ანუ ერთი ადამიანის შემოსავალი 2025 წელს ოჯახს არ ყოფნის ხო და საქართველოში ის არის მაინც ეს მხარდაჭერის სისტემა არსებობს თან არის თაობებს შორის მხარდაჭერაც არსებობს უფრო მეტად ჩვენი მშობლების თაობა უმეტესად ბებიები ბაბუები ჩართულები არიან და ეს ბებიის მოკლედ როგორ ხდება ხო რომ თუ მშობელი არ არის მთავარი მიჯაჭვობის ფიგურა ხდება ბებია და ბებიასაც ასე ვთქვათ დედობრივი რაღაც ისა ურთიერთობა აქვს და სიყვარულში ისდება ბავშვი ხო მაინც და ის საფრანგეთში ეს ნაკლებად არის იმიტომ რომ ჩვენი მშობლების თაობა საფრანგეთში ბუმერები არიან ბუმერებს თვითონაც არ უწევდათ ბავშვების თვითონ ახსდა მათაც ეხმარებოდნენ, მაგრამ მათი დრო როცა მოვიდა რომ უნდა დაეხმარონ, ну რა თქმა უნდა ვაზოგადება ვიღაცები ახმარებიან, მაგრამ ჩემ გარშემო რასაც უყურებ, ბუმერებს თავიანთი ცხოვრება აქვს და იქ ბავშვის დახმარებაზე და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობაზე ძალიან ისე პუნქტუალურად ხანდახან. ხო და ანუ ეს დიდი განსხვავებაც არის, რომ აქეთ იმის გამო რომ არ არსებობს ეს ოჯახის მხარდაჭერის სისტემა, იმის გამო რომ ორი მშობელი ხანდახან ფინანსური ამბებისგან გამომდინარე ვალდებულია რომ წავიდეს სამსახურში, ბავშვი რჩება სხვა სისტემაში, მაგალითად ბაგაბაღის სისტემაში, ან ძიძასთან, რომელიც ძიძაც გაზიარებულია ხშირად საფრანგეთში, იმიტომ რომ იმისათვის რომ შენ გადაუხადო ხელფასი ძიძას, როგორც თითოეულმა ოჯახმა რომ გადაუხადო, იქ რა თქმა უნდა უფრო მეტად სოციალური უფლებები უფრო მეტად დაცული არის, ძიძას უნდა გადაუხადო დაზღვევა, არ დადეგებ და ასე შემდეგ და შესაბამისად თითოეული ოჯახი აი ამ დამსაქმებლის ხარჯებს ვერ უმკლავდება. იქ ხო ქეშად არ უხდიან, უხდიან დეკლარირებულად და ასე ხო რა თქმა უნდა და ჩათვალე რასაც უხდი, იმის 2 მაქს იხდის რეალურად საბოლოო ჯამში და სახელმწიფოც გეხმარება მოკვალებს. და ამიტომ ძიძა არის აზიარო და რამდენიმე ოჯახი ყავს 2 ბავშვი საშუალოდ. მე რასაც უყურებ, ძალიან ისეთი რა ქვია, ძალიან შეძლებული ოჯახებიც იშვიათად მინახავს, რომ ერთი ძიძა ყავდათ თითო ბავშვთან, შეიძლება როცა 2 ბავშვი ყავთ ერთი ძიძა ყავდათ. ანუ თვითონ ოჯახში 2 ბავშვი თუ როგორც წესი ისე ოჯახები იზიარებენ ძიძას. ანუ ის ძიძაც 2-3 ბავშვს ხედავს ერთდროულად და ის ძიძაც აღლილია. აღლილი ძიძა. და შენთვის რა არის ქართულ კულტურაში ის რაც არ მოგწონს? ეხლა საუბრობდით რაც შედარებით საქართველოში გასწორებულია, ანუ არის წესრიგში და რაც დედისთვის უმჯობესია. შვილისთვისაც და აქ მარტო შულზე არ არის საუბარი, დედისთვისაც. ჩემი აზრით აი ეს არის 2 დიდი სფერო რო ავიღოთ რა ბავშვებთან მიმართებაში ერთი არის აი ეს მისი ემოციური მხარდაჭერა ფსიქოლოგიური განვითარება აღზრდა და ასე შემდეგ რომ ის სითბოში სიყვარულში და რაც ადამიანს ჭირდება ამაში გაიზარდოს და მეორე მხრივ არის მისი ფიზიკური უსაფრთხოება ფიზიკური უსაფრთხოება და აი ის რომ ის იყოს კარგი ჯანმრთელობა კონდეს და ასევე იყოს უსაფრთხოდ, დაცული იყოს და ასე შემდეგ. აი აქ მოვიკოჭლებთ ძალიან, იმიტომ რომ ჩვენი თაობაც კი ხშირად რეზისტენტული არის, აი ახალი ეს რა მოიგონეთ და ეხლა ცხოვრებას ირთულებთ. ნუ ჩვენ თაობაში მაინც თანდათან იწყებ, ეხლა ჩემი გამწარები მაგალითად უმეტესობა ძალიან ანუ ძალიან ინფორმირებული და არის ამ უსაფრთხოების თემებზე. უსაფრთხოებში გულისხმობ მაგალითად ძილის უსაფრთხოება რომ ბავშვი აი ჩვილი მაგალითად ბალიში რო არ ჭირდება, გადასაფერებელი რო არ ჭირდება, საბანი და ასე შემდეგ და ჩათბუნვა და ასე შემდეგ რო ცუდია. ამაზე აქვს ინფორმაცია და
მაინც ასე თუ ისე ბებიებს ხანახან ვაძლევს ხოლმე საშუალებას რომ ჩათბუნონ. და აი მაგალითად საფრანგეთში უფრო ესმით რა, აი რომ უთხრათ მაგალითად ჩემ დედამთილს რომ არ გვინდა ხა ეს 9 ფენატანსმელი აღარ ჩააცმევს იმ 9 ფენატანსმელს იტყვის რომ ხო ალბათ ამათ ინფორმაცია აქვს უკეთესი ვიდრე მე მაქვს და აი მაგის მიმღებლობა აქვს რომ ეს გაიდლაინები ეს რაღაცა გზამკვლევები რაც იქნება მშობლებისთვის ყოველწლიურად სახელმწიფოს და ჯანდაცვის მიერ ამას პატივის სცენ. რაც ეხება უსაფრთხოებას. ხო, რაც ეხება უსაფრთხოებას. იქ არის მე მგონი იქიდან მოდის რომ ანუ რეგულაციები არსებობს ევროკავშირის დონეზე და ამ შემდეგ სადაც ბავშვი უნდა იყოს ბავშვის ფიზიკური განვითარება და უსაფრთხოება პრიორიტეტული არის და იქ პედიატრის ოფისებშიც გამოკრულია ინფორმაცია და ეს ანუ ყველგან ხდება ეს ინფორმაცია და არა ვიღაც ბლოგერისგან რომელიც გეუბნება რომ როგორც მე ვეუბნები ხოლმე კარსით დატარეთ ბავშვები ხო ანუ ჩემგან კი არ აქვს ინფორმაცია აქვს სახელმწიფოსგან და რა ვიცი სხვა ორგანოებისგან ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან და ასე შემდეგ და უფრო მეტად ანუ მაგ მხრივ ძალიან ფრთხილად ბევრად უფრო ფრთხილად არიან მშობლები ვიდრე ჩვენ აქ მხდება ხოლმე აქ ხდება ხანდახან ფანჯარში გადმოკიდებული რამოდენიმე რა ვიცი 2 წლის ბავშვი რო ხელს გიქნევს და ამ შემდეგ ვიცი მესმის რომ თქვა ბევრი ამობს რომ ესო საცობები რო გაქვს ამდენიო მაინც ნელა მივდივართ არაფერი არ მუშაობს ეგრე რა ანუ უსაფრთხოება ბავშვის არ ჩერდება იქ რომელიმე ხეივანში ნაკლებად უსაფრთხოდ იქნება არ არის ესე ხო უნდა დავიცვათ სულ და რთულია მესმის ხანდახან არის ეს არგუმენტის ფინანსური რომ მე არ მაქვს კარსითის ფული მე ვფიქრობ რომ თუ ბენზინის ფული გაქვს კარსითის ფულის რამენერად უნდა გამონახო თუ ბავშვი დაკყავს ყოველდღიურად ეხლა იმდენი მაღაზია არსებობს და ვიშლისტის სახითაც იმდენაირი პროდუქტი არსებობს უკარსითობას ყველა ვარიანტში ჯობს ნებისმიერი კარსითი რო აიღო რომელსაც კონსულტანტი შეგირჩევს არ გჭირდება რაღაც ფილოსოფია და მილიონი რამის ცოდნა რომ შეარჩიო სხვადასხვა ფასის კარსითებია ეხლა ჩვენ მაგალითად აქ სტუდიაში გვაქვს 4 სხვადასხვა კარსითი რა თქმა უნდა ვიშლისტში არის გაცილებით დიდი არჩევანი და ფასები იწყება 129 ლარიდან, ანუ კარსითის ფასი 129 ლარიდან იწყება და ეს არ არის ის რომ რახან ნაკლებ ფასიანია არ იქნება უსაფრთხო არა როგორც წესი ხო იქ ყველაფერი არის შერჩეული იმის მიხედვით რომ დაიცვას ეს უსაფრთხოება და ყველა ეს ჩეკლისტი მოხაზოს ასე რომ თქვათ რომ აი ამას უზრუნველყოფს და აი ეს არის კარსითი რომელიც ხატიას ყველაზე მეტად მასწავს და მოდი მოგვიყევი რატო არის ეს განსაკუთრებული ჯერ იმიტომ რომ ეს კრაკოს ბრენდი თვითონ ძალიან დიდი ხანია ბაზარზე არის კრაშ ტესტები არსებობს მოკლედ ზოგადად კარსითები იტესტება სპეციალური დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ანუ ტესტავენ რამდენად უძლებს კარსითი აი კრაშს დარტყმას, იქ არის ლატერალური შეჯახება, ხო? ლატერალური, ანუ სხვადასხვა მიმართულებით ტესტავენ. და იმის მიხედვით არის ხოლმე კარგი და ნაკლებად, თქვა დაცული, ანუ არ ვამბობ რომ ის სხვები ნაკლებად დაცული არის, უბრალოდ ვიცით რომ რაღაც მოდელები რომელიც დატესტილია, ბევრად უფრო თავდაჯერებულად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ და გრაკოს ეს მოდელი აი თვითონაც აქვს ეს safety surround რაღაც ანუ ვიცი ზუსტად რომ ეს მოდელი არის საკმაოდ პრაქტიკული იმიტომ რომ 0 ასაკიდან არის შეიძლება უკვე გამოყენება. აი აქ არის უკვე აი პატარა ჩასაწყისებელი ეს ჩვილისთვის 0 ასაკიდან შეიძლება ანუ ტრიალდება თან ანუ ორი მიმართულება აქვს აუცილებელი რომ ვიცოდეთ რომ ბავშვები რაღაც ასაკამდე წონის მიხედვით არის იქ განსაზღვრული და ამაზე შემიძლია მე ინფორმაციაც უფრო დეტალურად გაგიზიაროთ უნდა იყვნენ მოტრიალებულები ხო და ანუ ამას აქვს ორნაირი პოზიცია შეგიძლია რომ 360 გრადუსზე ტრიალებს და ასევე შეგიძლია რომ სადღაც მე როგორც ვიცი 105 სანტიმეტრამდე მიდის რა როცა მოიღებთ ამ ჩვილის ჩასაჯდომს უკვე ჩემ შულსაც ქონდა მოკლედ მსგავსი მოდელი და ძალიან კარგი. ესე იგი ეს შეიძლება ბავშვის დაბადების დღეს ვიყიდოთ და ბოლომდე სანამ კარსითი არის საჭირო გამოვიყენოთ ეს კარსითი. არა, იმიტომ რომ მეც უნდა გააგრძელო გამოყენება, ანუ 100 სანტიმეტრის მერე შეცვლა აღარ დაგჭირდება, თქო, ანუ ახლის ყიდვა აღარ იქნება საჭირო. სადღაც 5 წლიდან 4-5 გააჩნია ბავშვის სიმაღლე შეიძლება მანამდეც, ანუ სადღაც 104-105 სანტიმეტრის შემდეგ მოგიწევთ გადასვლა ან ბუსტერზე, ან უფრო სხვანაირ კარსითზე. ცირცად ბუსტერი მე მგონი საკმარისი შეიძლება იყოს. აჰა, ეს ანუ რომელ წლამდე არის? ეს არის სადღაც 3-4 წლამდე გააჩნია, ანუ უფრო სიმაღლის მიხედვით არის ვიდრე ასაკის მიხედვით, იმიტომ რომ სიმაღლე როგორ ჩაეტევა, თავი უნდა იყოს დაცული აქ.
და შესაბამისად ეს იწევა სავარაუდოდ ეხა აქ აქვს ამოსაკაჩი და იმის მიხედვით არის თუ რამ სიმაღლე არის ბავშვი. თუ 105 სანტიმეტრს მიაღწია 3 წლის ბავშვმა შეიძლება გამოცვლა უკვე დასჭირდეს და მომდევნო მოდელზე გადასვლა. რაც განაპირობებს უსაფრთხოებას არის ხო, აი, რამოდენიმე წერტილოვანი დაცვა აქვს რა, ანუ როცა ჩვენ მანქანაში, ჩვეულებრივ მანქანაში ვსავთ კამის გარეშე, ეს კამარი, ხო, ესე გვეჭირება, როგორც ჩვენს ხეული მზად არის ამისთვის, ჩვენი ხერხემალიც მზად არის და ბავშვების შემთხვევაში ეს არ არის, ჭირდება გადანაწილება ამ ძალას, რომლითაც შეჯახების შემთხვევაში ესეთ პოზიციაში გადადის, თუ არ არის დაცული, რამოდენიმე 5 წერტილია მგონი, მაგ შემთხვევაში ზიანდება ხერხემალი. და კატასტროფული შედეგები შეიძლება მოხდეს და თუნდაც აი ამის გამო არის რომ აი ის რომ საცობებია ეს არაფერი ანუ არ წლის საცობებშიც ხდება უბედური შემთხვევები შეიძლება სხვა შეგეჯახოს მაგალითად კი ნამდვილად და არ არის შენ ეს ამ ქართულ რეალობაში ქართველ დედებთან ძალიან აშკარაა აი ეს განსხვავება თქო ფრანგ დედასა და ქართულ არა საქართველოში დაწყებული არის რა მე ვიცი რომ ორგანიზაციებიც არსებობენ ერთი ანუ არასამთავრობო ორგანიზაციაც მუშაობდა ახლა აღარ ვიცი არიან თუ არა რომლებიც ამ თემებზე ლაპარაკობენ და ბევრმა მიიღო ეს და ბევრმა იყიდა რა თქმა უნდა მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ესეთი კონსულტაციები გავლილი რომელი მოდელი უნდა შეერჩია და იქ ურჩევდი აი ზუსტად ტესტების მიხედვით უფრო კარგ მოდელებს რა ვთქვა და ასევე ასაკის და წონის მიხედვით იცი რა საინტერესო აი რატო შეიძლება მშობელმა ჩათვალოს რომ არ მინდა ეხა ქარსიცი აი რა უნდა მოვიდეს ეხა ჩემ შვილს არ ვიცი, არ გვეშინი. ხასანამ ან ჩვენ გარშემო ვინმეს არ რაღაც ღმერთმა დაგვიფაროს და არ დაგვემართება რაღაც. არ ვართ რა შეშინებული შფოთვა არ გვაქვს საკმარისად ანუ შფოთვა ცუდი არ არის რა ხანდახან საჭიროა რაღაცებს ნერვიულობდე და გეშინოდეს არა ისტერიულად და ყოველდღიურად და ფიქრობდი ამაზე მაგრამ იმისთვის არსებობს ქარსითები იმისთვის არსებობს რა ვიცი ეს გაიდლაინები და შემდეგ რომ მაგას რომ იყომ შეგიძლია რომ შენი საქმე როგორც მშობლის უსაფრთხოების საკითხებში შეასრულე ყველაფერი ხდება ამის მიხედვით შეიძლება ბავშვი მაინც მოყვეს მაგრამ იცი რომ შენი მოვალეობა რაც იყო რომ თავი დაგეცვა მაგ შემთხვევაში იმის მაქსიმუმ გააკეთე ხო? და რა ვიცი, აი ზოგადად უფრო მოდუნებულები ვართ მაგ ხრივ, რომ აი არ ვიცი, უფრო ლაღებიც ვართ ზოგადად და მე მგონი ეგ რაღაც საკითხებში მთლად კარგი არ არის რა, აი თუნდაც ბავშვების უსაფრთხოება ხო ჩვენზეა. ჩვენი მთლიანი პასუხისმგებლობა არის მშობლების, რომ ისინი იყვნენ ყოველდღიურად ანუ ფორმაში ისინი იყვნენ უსაფრთხოდ და შემდეგ და ეგ უნდა გავითავისოთ ჩემი აზრით. და ის ანუ ძალიან პატარა ინვესტიცია არის, თუნდაც მენტალურად მშვიდად რო ვიყოთ ამისთვის. ესე იგი შენ ამბობ, რომ სანამ ადამიანს თვითონ არ დაემართება, ძალიან უჭირს წარმოდგენა, რომ რა შეიძლება მოხდეს, ამას თუ არ გავაკეთებ. კი, ჩემი აზრით, ანუ ეგ ხო ეს სერიოზული პრობლემაა. ბევრ რაღაცაში უკეთესობა იყო საქართველოში რაღაც უბედური შემთხვევების შემდეგ და ხშირად ხდება ხოლმე ისეთი რაღაცები რაც ადრე ანუ არ გვაინტერესებდა, ეხლა გვაინტერესებს, იმიტომ რომ გავიგეთ რომ რაღაცა შინელება მოხდა და არ არის აუცილებელი რომ ეს ტრაგედიები ხდებოდეს და ვიგებდეთ ამის შესახებ რომ დავუჯეროთ, როცა გვეუბნებიან რომ ქარსითი მაგალითად აუცილებელია. ის რომ რა ვიცი, ბალიში და საბანში არ უნდა დააძინო ბავშვი და შეიძლება რომ მოიგუდოს, იმიტომ რომ თავის კონტროლი არ აქვს და აი ესეთი თემები ცუდი მოსასმენი არის ყველანაირად ყველა ვცდილობთ რომ აი როცა საშინელ ისტორიას ისმენ რომ გაურბიხარ რომ ფიქრობ მე არ დამემართება ეს და ღმერთმა დაგვიფაროს რომ დაგვემართოს რა თქმა უნდა მაგრამ იმისთვის გამოიგონეს ეს ყველაფერი რომ სტატისტიკა აქვს და იციან რომ აი ამ შემთხვევაში თუ ესე მოვიქცევით უკეთესი იქნება და არ მივიღებთ კატასტროფულ შედეგებს და ჩემი აზრით მაგ მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების დაკოპირება ძალიან კარგი იქნება მშობლების იმათი შფოთვის ჩვენთანაც გადმოტანაც კარგი იქნება და რა ვიცი, ან მე მგონი ამ ხრივ რამე გვაქვს სასწავლი. იცი რა, მე მგონი ნელ-ნელა იქნება ეს მივიღოთ იმ დონემდე ჯერ ერთი იმიტომ რომ უკვე ხელმისაწვდომია, აი იყო მაგალითად ადრე რომ ამ ხელარჩევანი ქარსითების და თუ გინდა სულ სხვა რაღაცეების რაც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, არ იყო და ახლა არის ხელმისაწვდომი არის დიდი არჩევანი თვითონ ეს კომპანიებიც ვიშლისტიც იმ ხელა რესურსებს აი ამ ყველაფრის პოპულარიზებისთვის რომ მიაწოდოს მომხმარებელს ეს ინფორმაცია რომ ნელ-ნელა მე მგონი მივალთ იქამდე სადამდეც ევროკავშირის მოსახლეობა მისული და აი ამ ხელა მნიშვნელოვნებას რო ანიჭებენ აი ესეთ ნივთებს რაც ბავშვის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. ნამდვილად
კიდევ რას იტყოდი, რაც ასე განასხვავებს ქართულ კულტურას და ევროპულ კულტურას აღზრდაში. აღზრდის მეთოდებში, რა თქმა უნდა. ჩემს აღზრდის მეთოდებსა მეტად უფრო აი სწავლა შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი მაყურებლებისთვის, იმ მხრივ რომ მაგალითად საფრანგეთში სწავლა იწყებ ბევრად ადრე. თუნდაც როგორც ვთქვით რომ ბაგაბაღი როცა იწყება 2 წელი ნახევარი ყველაფერი გადმოდის ადრე. ანუ აი ეს არის ყველაფერი ცოტა ადრე იწყება, მაგრამ გვაქვს დღეს კვლევების შედეგები, რომ ამის გამო უკეთესი აკადემიური შედეგები არ მოდის რა. აი როცა ვადარებთ ფინეთს, მგონი ფინეთს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აკადემიურად, ფინეთში იწყება თუ სულ საუბრობ არ ქვიანი იწყება მოკლედ აკადემიური პროცესი იწყება 6-7 წლიდან, როცა საფრანგეთში იწყება 3 წლიდან და ეს არ გვაძლევს 3 წლიდან? კი. სკოლა? კი. თან სავალდებულო არის. ანუ ეს სკოლა 3 წლიდან არსებობს, ძალიან დიდი ხანია. ისევ და ისევ მე მგონი რომ მშობლებს აი უფასო არის სკოლა, ხო? და რახან უფასო არის 3 წლიდან იწყებენ და ბაღს ანაცვლებს სკოლა. მაგრამ ბაღის და სკოლის გარემო სხვა არის, როცა აი როგორც ჩვენ საქართველოში პირველ კლასში რო შედიხარ და ფოტოებს გიღებენ და აი პირველი დღე არის, ისე მიდიან 3 წლის ბავშვები იქ. ანუ 3 წლიდან, ესე იგი საფრანგეთში ბავშვები იწყებენ ნორმირებულ გარემოში მიდიან. კი. და ეს 3 წლისთვის ანუ არაფერ შეიძლება. ხო, მაგრამ ანუ ეს იმენა დაუჯერებელია მათთვის რომ 3 წლიდან არ შეიძლება რომ იწყებოდეს. ზუსტად რას თუ ამბობდით რომ მე რო ვთქვი რომ 2 წლამდე ბაგაბაღი არ არის, თქო იქ ბაღი თავდება 2 წლინახევრისაც შეგიძლია რომ შეიყვანო სკოლაში. 2 წლინახევრის თუ არის შეგიძლია რომ სკოლაში შეიყვანო და ვერ შეყავს. ანუ 3 წლის და 2 წლინახევრის ასოების გამოცნობას, რაღაცებს სწავლობენ უკვე, მაგრამ ანუ იმას ვამბობ, რა თქმა უნდა ხა 6 წლის ბავშვს არ მოთხოვენ იმდენს, რამდენსაც 2 წლინახევრისაც თხოვენ, მაგრამ მაგალითად ვალდებულები ხართ, რომ ბავშვი იყოს ფიზიოლოგიურად მზად, რომ ის 9-დან 4-მდე არის თან სკოლა. ადრე იყო, რომ პირველი წელი შეგეძლო ნახევარი განაკვეთი გეტარებინა და პირველი 2-სკენ დაგემთავრებინა, თუ მანამდე საერთოდ 12 საათზე. ეხლა 9-დან 4-მდე უნდა იყოს ბავშვი მზად, რომ იქ იყოს მთელი დღე, თუნდაც საფენის მკრივადაც მზად უნდა იყოს. ანუ რეალურად ბავშვი თუ ჯერ კიდევ ცოტა რავი 2 წლის ნახევრის არის და არ არის მზად სკოლისთვის და კოლექტიური ცხოვრებისთვის, ცოტა ადრეა კი რთულია ძალიან. ჩემთვის მხოლოდ სტრესი იყო ეგ მაგისტრის მომზადება ჩემი შვილის, რომელიც აი ჩემი შვილთან ჩვენ დავრჩით, ან მე ვიყავი ჯერ და მე მამამისიც იყო, სახლში იყო ეს პირველი წლები და ეგრევე რო წავიდა სკოლაში, იყო ძალიან რთული. მიხედავთ რომ მთელი ანუ ძალიან ისე კარგად შეურჩიეთ, მაქსიმალურად შევეცადე, რომ ალტერნატიული მეთოდით სკოლა შემერჩია. და მაინც რთული იყო. ესე იგი რა საინტერესო, მე ესეთი რაღაც პირველად გავიგე ახლა შენგან. არ ვიცოდი რომ აი ამ ხელა პირველად იგებს ღმერთო. ესე იგი რა გამოდის რომ მთელი ეს ფსიქოლოგებმა რაც აღმოაჩინეს, რაც იმუშავეს, რა კვლევებით ჩაატარეს, ექსპერიმენტები ჩაატარეს და რა სტატისტიკაც დაადგინეს, ესე იგი მაგის საპირისპიროა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბავშვს სწორედ 6 წლამდე, 6-7 წლამდე ჭირდება თავისუფლება. რაც შეიძლება მეტი მოძრაობა, არავითარი წესები და ეს რაღაც ნორმები. რაც შეიძლება მეტად აქტიური უნდა იყოს და მისი მოსვენება, ეხლა ჩვენ საუბრობდით ამ თემაზე ერთი თვის წინ სწორედ ვიშლისის ეპიზოდში, რომ ამასაკის ბავშვი უნდა იყოს მოუსვენარი და მას არ უნდა დაუწესოს შეზღუდვები, აი ეს სივრცეში, აი მხოლოდ ეს რომ ავიღოთ სივრცეში გადაადგილება და სკოლაში სადაც უნდა იჯდეს გაუნძრებლად და გააკეთოს აქტივობა ჯგუფური როგორც ყველას. ეს ძალიან ზღუდავს მის აზროვნებასაც შემდეგ ანუ გამოდის რომ რაღაცა ჩარჩოებში სვამ რა თქმა უნდა და მე მგონი მიზანიც ეგ არის. ანუ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი არაფერი. შენ როგორ დაარეგულირა ეხლა? მე დავარეგულირა იმით რომ შევიყვანე მონტესორის სკოლაში მხრივ ანუ ზოგადად მაგმართულებით დავიწყე ბავშვის სახლს და სადღაც 6 თვის რო იყო გაია და ჩემი პირველი შვილი დავინტერესდი მოკლედ აი მოვლიდან და მოვლის თემებიდან გადავედი უფრო ახსნა განვითარების თემებზე და ინფორმაციები რომ მოვიძიე
ყველაზე ახლო ჩემთან და ჩემს ინტერესებთან და ჩემს მსოფლმხედველობასთან იყო მონტესორის მეთოდი. მაშინ ეხლა ძალიან პოპულარული არის და მაშინ ცოტა უფრო დაწყებული, უფრო პედაგოგიკის სფეროში მომუშავე ხალხი იყო ამ ხრივ ინფორმაციას ვინც აზიარებდნენ თუნდაც სოციალურ მედიაში. ეხლა უფრო მეტად დემოკრატიზირებული მოდელი არის და ძალიან მიხარია ეგ, ძალიან კარგი არის. ხანდახან კარგია რომ მეინსტრიმი გახდეს მსგავსი რაღაცაები და ამ შემთხვევაში ძალიან კარგია. და მე რახან სახში ამ მეთოდით აღზარდე როგორც შემეძლო, ან მაქსიმალური ინფორმაცია მოვიძი ამ თემაზე და სახში ვაკეთებდით აქტივობებს და მსგავსი ტიპის სათამაშოები იქნებოდა თუ აქტივობები, ხო, განმავითარებელი რაღაცები სახში გავუკეთე. ჩემი ლოგიკური გაგრძელება იყო, რომ სკოლაში დავიდა და მონტესორის სკოლაში, იმიტომ რომ საფრანგეთში ამის ფუფუნება გქონდა, ეხლა საქართველოშიც არის და შევარჩიე მონტესორის სკოლა, რომელიც იყო შემუბანში, მივედი, ნახე, მივხვდი რომ რაღაცებს მახსოვს ველაპარაკობდი დირექტორს, რომ მეუბნები რომ მეთქი აი ძალიან მიხარია 30 წელი აქ ხართ და თქვენ ნამდვილი მონტესორის სკოლა ხართ და ისე აქტივობებს აკეთებთ როგორც საჭიროა და შემდეგ და მე ძალიან ესე პროტოკოლზე ჩაციკლული ვეუბნები რომ მიხარია რომ თქვენ აი ის არა ნამდვილი მონტესორის და სახელსრო მარკეტინგისთვის იყენებენ ეგეთი სკოლა არ ხართო. მითხრა კაიო, ხა ჩემთვის მთავარია ბავშვი იყოს კარგადო. აი მართლა იგი იყო ჩემთვის რაღაც ცოტა სილასავით რომ აი კარგი რა დროს განვითარებას მეტად ის იყო რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ბავშვი ყოფილიყო პირველი წელი არისო და ბავშვები უნდა იყვნენ აქ ბედნიერები და უხაროდეთ მოსვლა და ეგ პასუხი იყო რაც მჭირდებოდა და არა ის რომ ჩვენ ესე ვაკეთებთ აქტივობებს ხო და ძალიან ბედნიერი ვიყავ და ძალიან გამიმართლა რომ ეგეთი ადგილი ვნახე და ჩემი აზრით მოვარიდე იმ ბევრად უფრო სტრესული იქნებოდა ჩემი შვილისთვის საჯარო ტრადიციულ საჯარო სკოლაში რომ შემეყვანა ჩემი აზრით უფრო რთულად გადაიტანდა და აი ეს იყო ჩემი გამოსავალი რომ ცოტა გვერდიდან მოუარე რა თქმა უნდა მადლობა ჩემს რესურსებს და პრივილეგიასაც რომ ეს მოვახერხე რადგან კერძო სკოლა იყო და აი კერძო სკოლებსაც ძალიან ცოტა სუბსიდიები აქვთ რომ ანუ ბევრად ძვირი გამოდის სხვა საჯარო სკოლებთან შედარებით იმიტომ რომ სახელმწიფო არანაირად არ არის კმაყოფილი რომ ისინი არსებობდნენ ალტერნატიულ მეთოდებს საფრანგეთში არ აქვთ არანაირი სუბსიდია ანუ სხვა კერძო სკოლებს აქვთ მონტესორი იქნება ეს იქნება ვალდორფი შტაინი ანუ სხვადასხვა რაც არა ტრადიციული არის და სადაც ინდივიდი არის უფრო წინ და კრეატიული არის და შემდეგ არანაირი ნოლი დახმარება აქვს სახელმწიფოსგან და მგონია რომ ეგ რაღაც ცოტა სხვა რაღაცებზე მიუთითებს სიმპტომატური არის სხვა რომ აი რა გვინდა რომ როგორი გვინდა რომ ბავშვი გაიზარდოს სამონტესორის ის აქვს კარგი რომ ბევრი რამ აქვს კარგი მაგრამ თავარია ის ბავშვის თითოეული ბავშვის პატივისცემა, მისი საზღვრების პატივისცემა, მისი განვითარების ტემპის პატივისცემა, ამაზე მურგება და შემდეგ რისი რესურსიც საფრანგეთში საჯარო სკოლას არ აქვს. იმიტომ რომ მეტი მასწავლებელი სჭირდება ბავშვი, რახან ინდივიდუალური აქტივობაზე არის ყველა ბავშვი, აუცილებელია რომ მეტი მასწავლებელიც იყოს და ასე შემდეგ. და ეს ფუფუნება მქონდა და ძალიან გამიხარდა რომ ეს მოვახერხე. და მიხარია რომ საქართველოშიც ძალიან შემოდის. მთავარია რომ მაინც მივესალმები რომ ძალიან ისე ნაცვლად ხდებოდა ეს პროცესი, იმიტომ რომ აქაც ბევრმა სამწუხაროდ მარკეტინგულ ინსტრუმენტად დაიტაცა. რა თქმა უნდა, ხა ეს მონტესორი უკვე ცნობილი სახელია. სხვა შორის თუ არის ის მაყურებელმა მონტესორი იყო ქალი პედაგოგი მარია მონტესორი. შენგან გავიგე რომ კაცი გონია. ხო, ბევრს გონია რომ ეს კაცია. რაღაცნაირი ისეთი გვარია ეს მონტესორი. შეიძლება სახელი გონიათ. არ ვიცი. ხო, და მოკლედ ეს იყო მარია მონტესორი, იტალიელი პედაგოგი, რომელმაც აი სრულიად დახლებული მეთოდი და მიდგომა შემოიღო პედაგოგიკაში და რაც შემდეგ დამტკიცდა ემპირიულადაც, რომ იყო ძალიან სწორი და ჰქონდა ძალიან კარგი შედეგები მისი მეთოდიკით. როცა ასწავლიდნენ ბავშვებს და მთავარი აირჩიენ თქმის არ იყოს ეს არის ინდივიდუალური მიდგომა და თავისუფლების მიცემა ბავშვისთვის რომ მას არ ჩაუქრეს შიდა მოტივაცია. აი ეს არის მთელი მონტესორის მეთოდი არის შიდა მოტივაციაზე ორიენტირებული. ანუ ბავშვი რაღაც აქტივობას უნდა აკეთებდეს, იმიტომ რომ ეს აქტივობა სიამოვნებს და არა იმიტომ რომ ის ამის გამო მიიღებს ჯილდოს და მიიღებს სტაჟს და მიიღებს რაღაც behavioristული ხო
აი ეს არის განსხვავება ზუსტად და ეს ყველაფერი მერე რა თქმა უნდა ვლინდება იმაში რომ ბავშვი ირჩევს იმ პროფესიას რაც მას სიამოვნებს და ის წარმატებულია იმიტომ რომ როდესაც შენ აკეთებ და ხელფას იღებ იმაში რაც არ გსიამოვნებს ეს შენ გრძელვადიან რეჟიმში ბედნიერებას ვერ მოგიტანს და აი წარმოიდგინეთ მონტესორი ეს იცოდა რომ აი ეს ყველაფერი ბავშვობიდან იღებს სათავეს რომ აი იმ ბავშვს არ უნდა ჩაუკლა ის რაც მას სიამოვნებს იმის კეთება არ უნდა შეუწყუტო და ეს არის მთავარი და ზუსტად ძალიან კარგი იქნება თუ ამას არ ჭირდება ამას მონტესორის სახელის დარქმევა რა თქმა უნდა ეს არის მთავარი პრინციპი რითიც უნდა იხმძღვანელოს მშობელმა დედამ მამამ და პედაგოგმა ანუ აღმზრდელმა ძიძებით თუ ის ხელმძღვანელები კი რა თქმა უნდა ძალიან მარტივი არა მაგრამ რაღაც პრინციპები არის სადღაც თუნდაც ის 10 პრინციპი რაც არის რა წიგნებში რაც შეხვდებით დავწეროთ ეგ ხო შეგვიძლია რომ დავუთავთ დახასიათებაში ხო რომ აი მარტო თუნდაც ამის წაკითხვით ბევრი რაღაც შეიძლება არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც მონტესორის მარცხნიდან მარჯვნივ რო აქვს ყველა აქტივობა ის იცოდეს ყველამ და როგორ უნდა გააკეთო პრეზენტაცია რომ მარჯვნივ უნდა დაუდგე ანუ ეს პროტოკოლური რაღაცები როგორც ეს ჩემი შვილის სკოლის დირექტორი ამბობდა ნაკლებად მნიშვნელოვანია თავარია რომ აი მთლიანობაში ბავშვს სეპატივი, მის განვითარებას შეუწყო ხელი მშვიდი და ორგანიზებული გარემოთი, ანუ შეუწყობ ხელს მართლა ჩვენ ვართ გიდები, ესე ამბობენ, ჩვენ გზამკვლევები და არა მასწავლებლები, ანუ ჩვენ გზას ვაჩვენებ და ისინი თვითონ მიდიან ამ გზაზე და ეს არის ჩვენზე თავარი. და შეგვიძლია მართლა პრინციპები დავუვთოთ. დავუწერ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში, მე დავურთავ მონტესორის აი ამ ოქროს წესებს, სადაც არაფერი პროტოკოლური იქ არ არის. ეს არის ძალიან საინტერესო. მე ეს ვისწავლე, როდესაც ბავშვის განვითარებას გავდიოდი ამ საკანს და ჩემთვის პირველად გავიგე საერთოდ მაშინ მონტესორის შესახებ და ეს იყო ძალიან საინტერესო და აუცილებლად დავურთავ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში. აი უადვილესად შესასრულებელია. უბრალოდ ხანდახან შეიძლება ხშირადაც მშობლებს გონიათ, რომ აი რაღაცა სხვა არ ვაკლებ ჩემს შვილს, რაღაც არასწორ გზაზე ხო არ დგას, ეხლა მე უნდა შევასწორო, აი მე ვიცი რომ ეს არის სწორი და ასე უნდა გავაკეთო. პირიქით ბავშვები თვითონ გვკარნახობენ. ბავშვების და ის აქტივობას თუ კარგად გაკეთებულია, აი ეს ყველაზე ძალიან მიყვარს ეგ, რომ მე ვიცი რომ მაგალითად რომ მე უნდა მე მონტესორის სათამაშოან აქტივობას შემდეგ ჩემით ხვდები, როგორ ხვდები? რომ თვით სწორებადი სათამაშო, თვით სწორებადი აქტივობა ნიშნავს, რომ ბავშვი მასწავლებლის და გაიდის და მგზავრობის გარეშე ხვდება, რომ შეშალა. რაღაცა რომ არ მოერგება, არ შედგება, არასწორად, არაპროპორციულად იქნება რაღაც, ის თვითონ ხვდება და აი ის არის, რომ იმ ხელას შრომადევს მონტესორის პედაგოგიკაში ყველას გონო რაღაც მარტო აი ეს რა ემოციური მხარდაჭერა თუ რაღაც არა. ანუ მეცნიერულად იმდენი წელი მუშაობდნენ, რომ შემუშავებინან თითოეული აქტივობა, იმდენად ძვირფასია თითოეული და იმდენად დალაგებული და ეს პროგრამაში იმდენად კარგად გაწერილია, რომ იქ ბავშვენ აღარ ხარ საჭირო იმდენ რა თქმა უნდა არ ვამბობ რომ ბავშვს მხარდაჭერა არ ჭირდება, არ ვამბობ რომ არ ჭირდება ის წახალისება და ზოგ ჩვენება, ზოგ საერთოდ არ ჭირდება. ჩემი პირველი შემთხვევაში საჭირო არის რაღაცა გვერდით ყოფნა, მას უფრო ჭირდება და მასწავლებლების, მაგრამ სხვა ბავშვებს რო უყურებდი, ისინი ძალიან ბედნიერები და ანუ ბედნიერად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს დამოუკიდებლად. ეს დამოუკიდებლობის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანი რას ვამბობთ ხო? ჩვენ გვინდა რომ სიყვარული მივცეთ ჩვენ ბავშვებს, მაგრამ უნდა ანუ ფრთები მივცეთ რომ მე გაფრინდნენ, მაგრამ განვითარდნენ თვითონ, თავისუფლად იყვნენ. ანუ ჩვენ სიყვარულს კი არ ვახრჩობთ და შემდეგ ანუ სიყვარულს ვაძლევთ, მაგრამ დამოუკიდებლობისკენ, ავტონომიისკენაც მოუწოდებთ, ეს იქნება არ არის აუცილებელი ისევ რომ ეს მონტესორის აქტივობები ვაკეთოთ სახლში. ბავშვის ჩართვა ჩვენ ყოველდღიურ საქმეებში, სამზარეულოში, დალაგებაში, გარეთ მასთან ერთად წასვლა, პროდუქტების შერჩევა, ერთად საჭმლის გაკეთება და შემდეგ ყველაფერი ესეც მონტესორული არის. არაფერი ერთი თეთრი არღის ამის გაკეთება, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ჩვენ მოთმენა. ჩვენ გაზრდა გვჭირდება იმ მხრივ რომ უფრო მეტად ბავშვი რო კვერცხრდა ამ დროს ნახევარდამჭირდები ჩაიყრება, იქ არ ავფეთქდეთ მაგალითად ეს უფრო მონტესორის ცდება, პედაგოგიკას და ახსდა ცდება, ეს ჩვენი ახსდის ამბავი არის რომ უფრო მეტად რა ვიცი, მოთმინებით თვითრეგულირებულები რო ვიყოთ ჩვენ. და ეს ცალკე ერთი მსგავსი პოდკასტის თემა. ცალკე პოდკასტის თემა. ნუ ეს ზოგადად ჩვენთვისვე არის ეს უკეთესი ჩვენი ურთიერთობებისთვის, არა თუ ბავშვთან რა თქმა უნდა რა შეიძლება ეს. ნუ მე ცოტა ისე გამომდის ხეცი შვილი რო არ მყავს და ამ რეალობაში რო ვცხოვრობ.
მეუბნები ხოლმე ეს დაფრინავს რებს ლაპარაკობ და ძალიან რადიკალური ხარ და შენ რაღაც სიტყვები შეარჩიე და რაღაცები და ну, არ ვიცი, შეიძლება მე რო შვილი მეყოლება, არ ვიცი, სხვანაირად ვისაუბრებ, მაგრამ მე ეჭვება, იმიტომ რომ მგონია რომ ეს როცა ემზადები, აი რაღაცისთვის და აი ამაზე დედობისთვის, ანუ რისთვის და რა ვიცი, სადმე რომ სამსახურში მივდივართ, იქაც ხო ინტერვიუს ვამზადებთ. ხო. რა ვიცი, უნივერსიტეტში ვაბარებთ, გამოცდებს ვაბარებთ, ხო, რომ მომდევნო ეტაპზე გადავიდეთ და ეს არის რაღაც სასწავლო დიდი ეტაპი არის, რომელსაც პიროვნული გაზრდა ჭირდება წინასწარი და ისიც რომ უნარები უნდა კონდეს რომ რაღაცები უნდა აღიარო რომ მე არ ვიყავი ამისთვის მე არაფრისთვის მე რაც არ უნდა მომზადებული ყოფილიყავი და კარგია ორსულობის დროს მომზადება მაგრამ იმისთვის უნდა იყო მზად რომ ბევრი სურპრიზი დაგხვდება წინ ბევრი იქნება ძალიან დიდი სირთულე და ადაპტაციის უნარები აუცილებელი არის და რაღაც მომენტში უნდა იფიქრო მთავარი რაც მგონი არის რომ უნდა იფიქრო რომ ეს ცხოვრება ეს ბავშვთან ერთად ცხოვრება არის ახალი სეზონი შენ ცხოვრებაში ყოველი 6 თვე და წელი იქნება განსხვავებული და შენ თუ ადაპტაცია არ შეგიძლია ძალიან რთული არის ეს რა და არაფერი არ არის აუცილებელი რომ საურსულოდ ხარ უკვე რაღაც ფსიქოლოგთან იყო ნასიარულები და მზადი იყო ამისთვის პროცესი არის ბავშვებთან ერთად ვიზდებით ჩვენს და მშობელი ხდები როცა ბავშვი გყავს ხო? და ეს ვაღია რომ ჩვენთან რაღაცებს მზად არ ვიყავით, არ ვარ მომზადებული, როგორც რა ვიცი, სამსახურში რო ხარ და გჭირდება დამატებული სტაჟზე რო გიშვებენ, რომ აი ცოტა ისიც ისწავლე, ახალი პროგრამა გამოვიდა და არ იცი და მოდი წადი და ისწავლე, ხო? ტრენინგზე გიშვებენ. ზუსტად ეგეთ ტრენინგებზე რო ვიაროთ, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ უნდა ვყუროთ ამ ყველაფერს როგორც დიდ სამუშაო პროცესს, სამსახურს და თუ ეგ მიდგომა მოგვექნება, ყველაფერი კარგად. კი, იმიტომ რომ იმ მოულოდნელობებისთვისაც მზად ვიქნებით და რა თქმა უნდა წინასწარ არაფერი გვეცოდნება, მაგრამ აი ეს შემზადება მე გვეხმარება რომ რაღაცა უცებ რომ მოხდება, ადვილად ადაპტირდე აი ზუსტად და იცოდე ასევე აუცილებელია ახალვედამშობლებს უნდა შეძლოთ თხოვნა დახმარების ხელის თხოვნა სხვებისთვის და ეს იყო თქვა ჩემ ბლოგიც რო გავაკეთე მე დახმარებას ვითხოვდი მე კი არ გავცემდი ინფორმაციებს რეალურად 2020 წელს როცა ვიყავით ეს ჩაკეტილები ყველა და ახალბედამშობლები რომელთაც არავინ არ ყავდათ ჩემსავით ძალიან ბევრი ემიგრანტიც იყო ის რომ მარტო ხარ და იზოლირებული ხარ ძალიან რთულია ამ მშობლობაში და ჩემესვით აი ეს რაღაც საბოლოოდ მოახერხა რომ ერთმანეთს უზიარებდით ის პირველი წლები ძალიან დამეხმარა ყველაფერი და ეს ესე იგი მე ხატიას ბლოგს ინსტაგრამის ბმულს რა თქმა უნდა მივუთითებ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში შეგიძლიათ რა თქმა უნდა ამ ერთ საათში ყველაფერს ვერ მოყვებოდით და შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მის აი ამ გაზიარებებს ამ პოსტებს და ამ საინტერესო ინფორმაციას და ხატია არის ძალიან ჩართული მე როგორც ვიცი თავის აუდიტორიასთან და ის არის ხაზზე ურთიერთობა მეთქე. ასე რომ დიდი მადლობა ხატია დღეს სტუმრობისთვის. რაც შეეხება ამ ქარსიც ბმულსაც ამის ბმულსაც დავურთავ ვიდეოს ქვემოთ და მე ერთი კვირით გემშვიდობებით მთავარი არ მithkoms ეს ჩანაწერი გავა ახალი წლის მერე. დამავიწყდა რომ ახალი წელი მიმელოცა ჩვენი მაყურებლისთვის გილოცავთ 2026 წელი იყოს ყველა იმ ოცნების სახდენის წელი რაც აქამდე ვერ მოასწარით და იმედია კარგი წელი იქნება ეს ყველასთვის. დიდი მადლობა მეც გილოცავთ და დიდი მადლობა სალომე. გონი საინტერესო. გონი საინტერესო იყო კი. დროებით მე ერთი კვირით გემშვიდობებით. კარგად.